მე იქ რაც ვთქვი, კი არ წამომცდა. მე ის ვთქვი, რასაც ვფიქრობ. ქრისტეს უფრო წინ საკუთარ თავს აყენებენ. როცა პატრიარქმა ბრძანა, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ამ გზას ხელი არ უნდა შეუშალოთ, არ გამიგია, რომ ეს სიტყვები გაიმეორა მას შემდეგ მეუფეშიო. გონიათ, რომ სოფლიო საპატრიარქოშიც, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოშიც ჩაკეტილია სისტემა ისე, როგორც მეუფეშიუმ ჩაკეტა საპატრიარქო. ამ სოფლიო პატრიარქის მიმართ თვის ესე რატო შეიძლება ეშინოთ? სოფლიო პატრიარქი შენიშვნას მისცემს მათ და მოუწოდებს იმისკენ, რომ გამოასწორონ ეს პრობლემა. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი მიმიღებს თუ ესენი გზებს არ ჩამიკეტავენ. უახლოეს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ეგეთ რთულ პერიოდს. რამოდენიმე თვეა მამა დოროთე ამბობს, რომ ქრისტე იგმობაო. დამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. რა არის სასულიერო პირის მისია გარდა იმისა, რომ საკუთარ ხალხთან ერთად იდგეს? პატრიარქი არასდროს არ ყოფილა რუსეთის მხარეს. ბევრი გელი შემოვიდა ეკლესიაში, რომელმაც ცხვრის ხურქი მოიცვა. ადამიანია ნაცემი სისხლი ათხოვინეს და ესეთ ადამიანზე როგორ არ ამოვიღო სიტყვა. ღარიბაშვილს მილიონები უდევს უპოვეს სახელმწიფო და მოპარული ბინაში და თავისუფლებაზეა და აზავებოს 2 ლარი უპოვეს ჯიბეში და პირბადის გამოციხეში ის ეხლა აქ სად არის იმ პოლიციელმა როგორ უნდა ამიხსნას მე რომ კანონს ემორჩილება და სახელმწიფოს იცავს. აი დღეს ხო აშკარად ჩანს მართლა აი არ ვიცი რამდენი ხანი მოვიტყუოთ თავი, რამდენი ხანი თქვათ ის რომ ვერ ხედავ რომ რუსეთში მიდის ქვეყანა. გამარჯობა. ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და სხვა სოციალებში. დღეს გადაცემის სტუმრები იქნებიან არქიმანდრიტი ილია და არქიმანდრიტი შიო. ვისაუბრებთ იმ სიტუაციაზე, რაც შეიქმნა არ მარტო ქვეყანაში, არამედ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ირგვლივაც ეს კომისიაზე დაბარებები და შემდეგ ზოგადად ის სიტუაცია რაც არსებობს თოს შეგვიძლია ვთქვათ სასულიერო სფეროს შიგნით. პირველი კითხვა ჩემი რა იქნებოდა, რაც მაინტერესებს, ანუ მამა დოროთეს კომისიას დაბარების შემდეგ დაუშვათ თქვენც ხო არ დაუბარები ხართ ან მოუწევი ხართ როგორც? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. აი ახლა თქვენთან რომ მოვდიოდით გადაცემაზე, სადღაც 1.5 საათი წინ დამირეკა მამა მიქაელმა ბოტკოველმა და მითხრა რომ მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს უნდა ჩემთან გასაუბრება. ნუ რა საკითხზე არ უთქვამს, ესე მითხრა, სავარაუდოდ ეს არის ის რომ მე ვთქვი მეუფე შიოზე გზა არ ხოსი მეთქი და ამის გამო ვარ დაბარებული, ნუ ეს არის. ეს იქნება, სხვა მეტი არაფერი. ეხლა რა მინდა ვთქვა, თვითონ პირველი მინდა ვთქვა, რომ ეგზარქოსი არ ნიშნავს ეპისკოპოსის შეურაცხყოფას. ეპისკოპოსია მართველია, მაგრამ ეგზარქოსი არის იმ გაგებით ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას. მე რატო ვთქვი ეს? მე ეს იმიტომ ვთქვი, რომ როდესაც რუსეთმა ამდენი ტანჯვა წამება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით ეს ბოლო დროები, მე ერთი ქადაგება არ მინახავს მეუფე შიოსი რო თქვა რუსეთზე, რომ ის არის ოკუპანტი. ის არის ჩვენი მტერი. მან მოგვიკლა ანწუხელიძე. როდესაც ეკლესიის აი გინტურის ამბავი რო იყო, გინტური კაცი, რომელიც რუსებმა მოკლეს, არ უთქვამს, რომ რუსებზე რო ესენი ჩვენი ქართველების კვლელები არიან. ამას პლუს ის რომ ახალგაზრდები რომლებიც გამოსული არიან ქუჩაში და ანტირუსული, ანუ რომლებსაც არ უნდათ რუსეთისკენ წასვლა, რომლებსაც არ უნდათ რუსეთში ყოფნა საიტყენას მივყავართ ჩვენს ხელისუფლებას, მეუფეს არ უთქვამს არც ერთ ახალგაზრდაზე ამ ახალგაზრდებს ნუცემთ ამ დასისხლიანებულ ქართველებზე. სვეტი ცხოვრობას ამბიონზე აიყვანა, მიმართა ეს ხელისუფლებას რომ მაღალ ღირსებაო, ესეთი პატივით მიმართა
და ამ ყველაფრიდან გამომდინარე მე უკვე გამიჩნდა კითხვა და ის ჩემი მე იქ რაც ვთქვი, კი არ წამომცდა. მე ის ვთქვი, რასაც ვფიქრობ. ეს იყო ჩემი შეფასება. მისი ხედვის, მისი პოლიტიკური გემოვნების, ესე რომ ვთქვა, პოლიტიკური როგორ, მისი ამ დამოკიდებულების. როცა პატრიარქმა ბრძანა, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ამ გზას ხელი არ უნდა შეუშალოთ, ეს იყო სადღაც დეკემბერში, მე არ გამიგია, რომ ეს სიტყვები გაიმეორა მას შემდეგ მეუფეშიო. როდესაც ესე ვიდევნებით რუსებისგან სრული დუმილია რუსების მიმართებაში, მაგრამ ევროპისკენ სვლაზე აბსოლუტურად არანაირი სიტყვა არ მესმის მეუფისგან. ამიტომ ვთქვი, რაც ვთქვი, მე არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, მე რაც ვთქვი, ეს ხედვა მე მის მიმართებაში გამაჩნია და გამომდინარე იქედან, რომ მე ვთქვი, აი ეხა რაც ჩამოვასახელე, ეს არის ფაქტები. ეს ერთი, ეხა მეორე. როდესაც მამა დოროთე ამბობს დიდი ხანია უკვე, რომ მეუფე სტეფანე ქადაგებს წვალებლობას ეკლესიაში და ამის მიმართებაში რამდენიმეჯერ მიმართა მეუფე შიოს, მაგრამ არანაირი რეაგირება ამაზე არ ხდება. ანუ არანაირი რეაგირება არ ხდება მეუფე შიოსგან იმაზე, რომ ქრისტე არის შეურაცხყოფილი, ეს ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანია. მეუფე სტეფანე ვინ არის ადამიანი, ეპისკოპოსი, რომელიც ამასთანავე დგას რუსეთის მხარეს. ამასთანავე ისიც, რომელი ქართველები, ახალგაზრდები დგანან რუსთაველზე და იცავენ ჩვენ საქართველოს და არ უნდათ რუსულ რეჟიმში ცხოვრება, მათზე ამბობს, რომ ესენი არიან მამათმავლები, ესენი არიან, არ ვიცი, აი ყველაფერს უწოდებენ ანტიეკლესიურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე ჩვენც ესე მოგვიხსენიებს, რომ ვინც ამათთან დგას, თქვენც ესეთები ხართ. არც არანაირი რეაგირება ამაზე. მე უბრალოდ კითხვა მებადება. მე რომ ადამიანმა პირადად მე ახლა მე ჩემს მიმართებაში დავსვა, მე რომ ქუჩაში გავიდე და ვიღაცამ შემომძახოს და მითხრას, შენ ხარ რუსეთუმე. ეს კი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანისგან გავიგო, რომ ის მღვდელზე ვამბობ, ანუ მღვდელმა რომ მითხრას. თუ ის მწვალებლობას ქადაგებს, ეს მწვალებლობაა მნიშვნელოვანი. ქრისტეს შეურაცხყოფა უფრო მნიშვნელოვანია ეპისკოპოსისთვის, ვიდრე პირადი შეურაცხყოფა. თუ ეს შეურაცხყოფა დაღიქვამს, არ ვიცი ხა. არიან ეპისკოპოსები, რომლებიც პირდაპირ აცხადებს, ხო, არის რომ რუსეთთან ურთიერთობა მოსწონს. მაგალითად, მეუფე სპირიდონი ამბობს და მე მისი პოზიცია ვიცი. გასაგებია. ეს ადამიანი ესე ფიქრობს. ეს მეუფე სპირიდონი, მაგრამ მეუფე შიოსგან მე ვერ გავიგე უბრალოდ პოზიცია. რუსეთია კარგი, ცუდი, ევროპაა კარგი თუ ცუდი. ამიტომ მე რო დამიბარეს 4 შაბათს პირველ საათზე, მე მივდივარ, მაგრამ მეც მაქვს ჩემი კითხვები. მე მათ დასმულ კითხვებს პასუხს გავცემ, მაგრამ ნაწილობრივ აგერ მე აქაც გავიცი ხა პასუხი, მაგრამ მზად ვარ მე მივიდე და პასუხი გავცე მათ დასმულ კითხვებს. ჩვენს მიმართებაში მამა დოროთე, არქიმანდრიტი დოროთეს მიმართებაში, არქიმანდრიტი შიო, არქიმანდრიტი ილია, იღუმენი ანდრია, ანუ ჩვენ მამები. ჩვენს მიმართებაში, აი პირველი დავიწყებ, მამა დოროთეს მიმართებაში, როდესაც ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიცი, რომ ის არის მოძალადე, მამა დოროთეზე ამბობს და თუ მას უნდა შტურმით აიღოს პრეზიდენტის სახლი, ეს გააკეთოს ჩვენს გარეშე. ამაზე მამა დოროთემ რამდენიმეჯერ თქვა, რომ დაამტკიცე, რომ მე ვარ მოძალადე. ამაზე არანაირი პასუხი არ გვესმის. მღვდლები პირდაპირ გვაგინებენ, შეურაცხყოფებს გვაყენებენ სოციალურ ქსელში, კომენტარებში, აი მამა დავითია კონჯარია, რომელიც მამა დოროთეზე იგივეს ამბობს, რომ რევოლუციონერია, დასაჭერია, ესეთია და რა ვიცი, მთელი ესეთი შეურაცხყოფელი განცხადებები. ამის მიმართებაში ჩვენ რო ვამბობთ, რომ ჩვენ ესე შეურაცხყოფებს რო გვაყენებენ, რატომ არ არის რეაგირება მაშინ? რატო ესე იგი რა გამოდის? მე რო ვთქვი, რომ რუსეთის მხარეზე დგას მეუფე შიო და რავი ნაწილი კიდე სამღვდელოების ვინც არის და ვისაც მოსწონს მას რუსეთისკენ დგომა, ამაზე ეს მე რო დავიწუნო, ესე იგი ამაზე მე მიბარებენ, მაგრამ ის რომ ჩვენ გვაგინონ სამღვდელოების ამ ნაწილმა ცილი დაგწამონ, ცილი დასწამოს მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა დოროთეს, მამა დოროთე ამაზე კითხო, ამაზე არაფერი. ესე იგი გამოდის, რომ ეკლესიაში, ჩვენს ეკლესიაში უნდა იყო ეპისკოპოსი, რომ საკუთარი თავი დაიცვა. მღვდლები ხართ დაჩაგრულები. თუ მღვდლები თქვენ გაგინებენ მღვდლებს, ანუ მე ჩვენზე ვამბობ, არქიმანდრიტებს,
ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. აი ეს ვნახე მე. ამას ვხედავ და ამიტომ მე მივდივარ, არანაირად აგერაც ვამბობ, მე ჩემს სიტყვებს არ ვიბრუნებ, ეს არის ჩემი ხედვა. და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა. ხაინდრავამ გააკეთა ესეთი ჩანაწერი მიჩვენე, სადაც ხაინდრავა ამბობს თუ ტელევიზორში ქონდა რაღაც ჩართვა. გოგა ხაინდრავა? ხო, ხაინდრავა. ამბობს რომ ნუ ჩემზე ეს ილია თოლორაია ეს ვინ არის, ესე მოკლედ ნუ იქაც ხო როგორისა, ჩვენ მოკლედ ეკლესიის მტრები ვართ რაღაცა და მე უფე შიოზე რო თქვაო ეგზარქოსი, ანუ რუსეთის მხარეზე მდგომი და რუსეთისგან მოვლენილი ესე რო ვთქვა, ანუ რუსეთისგან მოსული. ესო ნახეო რას ამბობსო, პატრიარქზე ამბობსო, იმიტომ რომ პატრიარქმა დანიშნაო მოსაყდრეთ, მე პატრიარქზე არ მithქვამს და ხაინდრავას პირდაპირ ვეტყვი, ნუ ათამაშებთ სიტყვებს და ნუ თამაშობ და პატრიარქს ნუ ხართ ამოფარებული ხაინდრავაც და ყველა სხვები, ეპისკოპოსიც იყოს და მღვდელიც იყოს. მამა დოროთესგან და ჩვენგან პატრიარქის მიმართებაში სიყვარულის მეტი, ნდობის მეტი. მამა დოროთემ ბევრჯერ თქვა რომ პატრიარქმა ჯვარიც რო ამხსნას მე პატრიარქის მიმართებაში არ მეწყინება. იმიტომ რომ პატრიარქი სხვა მდგომარეობაშია დღეს და პატრიარქი ანუ პატრიარქისგან ამას როგორც ტკივილს და წყენას არ მივიღებ. ესე ვამბობ მეც არ მივიღებ ამას პატრიარქისგან. დღემდე რასაც ვამბობდი პატრიარქზე მთელი ცხოვრება ამას ვიტყვი, იმიტომ რომ პატრიარქი არასდროს არ ყოფილა რუსეთის მხარეს. პატრიარქი რუსეთს, რომელსაც არ უნდოდა რომ ჩვენი ეკლესია დამოუკიდებელი ეკლესია ყოფილიყო, ეს პატრიარქმა მთელი თავისი შრომით, ღვაწლით მოახერხა და 90 წელს სოფლიო პატრიარქისგან ჩვენ ავტოკეფალია მივიღეთ. ეს ყველაფერი პატრიარქის ღვაწლი, ის რაც არ უნდოდა რუსეთს, რაც არ უნდა რუსეთს ჩვენი ეკლესიისთვის, ეს არის ის რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოუკიდებელი ეკლესია. მაგრამ ეს ყველაფერი პატრიარქმა გააკეთა და მადლობა პატრიარქს, როგორ შეიძლება მე პატრიარქზე ვთქვა, რომ პატრიარქი რუსეთის მხარეს არის. ამიტომ მე რაც ვთქვი იქ, მე არ მithქვამს როგორც პატრიარქმა რომ მოსაყდრე დანიშნა, ამით პატრიარქმა ესე გვითხრა რომ პატრიარქი არის რუსეთი და პატრიარქმა დაგვინიშნა ჩვენ მეუფე შიო მოსაყდრეთ რომელიც არის რუსეთის მხარეს. ეს მე არ მithქვამს. ამიტომ ნუ იტყუებიან ღმერთის წინაშე, მე რასაც ვიტყვი ყველაფერს რაც მაქვს ნათქვამი, ყველაფერს ვიტყვი ამათ საქართველოს წინაშეც. და ვაცხადებ რომ ამ ყველაფერს ვამბობ იგი აი ღმერთის წინაშეც. ამიტომ ამ ყველაფერზე მე ვარ ჩემი სიტყვების პასუხისმგებელი და მეც მაგ კითხვები. მე მივდივარ კითხვები და ერთი რამე მინდა ბოლოს თქვა რომ მე არ ვიცი პატრიარქს როგორ ეტყვიან ჩემზე. აი მამა დოროთეს მიმართებაში ხო გაკეთდა განცხადება რომ პატრიარქს მიმართეს და პატრიარქისგან მივიღეთ ჩვენ ესეთი ის ანუ როგორ თქვა წერილი დასკუნა ის რომ მამა დოროთე გათავისუფლდა ტაძრის წინამძღვრობიდან ქვემო ბეთლემის ტაძრის. ამასთანავე მე მივალ მათთან შეხვედრაზე და მე მოვითხოვ რომ მე შემახვედრონ პატრიარქს და რატომ? როდესაც წვალებლობას ხადაგებს მეუფე სტეფანე და მამა დოროთე მეს მრავალჯერ თქვა და უყურადღებოდ რჩება, ესე იგი უწმინდეს ამაზე არავინ არ უთხრა, უწმინდეს არ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკლესიაში წვალებლობა იქადაგება და ამ წვალებლობის ფარველი არის მეუფე შიო. იმიტომ რომ მეუფე შიოს ხო მიმართა მამაო, პასუხი არანაირი. და მე რომ მივალ მე თუ ეს წვალებლობის ქადაგება, ეს წვალებლობის ესე გავრცელება ეპისკოპოსისგან, მეუფე სტეფანესგან და მეუფე შიოსგან ამაზე მფარველობა მე უნდა მოვახსენო პატრიარქს. და მე დარწმუნებული ვარ რომ პატრიარქი მიმიღებს თუ ესენი გზებს არ ჩამიკეტავენ. ამიტომ მე მივდივარ და ვითხოვ რომ პატრიარქს შემახვედრონ. იმიტომ რომ ეკლესიაში სადაც წვალებლობა იქადაგება და იმ წვალებლობაზე მე რო დავდუმდე, მეც წვალებლობის თანამონაწილე ვიქნები და მე წვალებლობის თანამონაწილე არასდროს არ ვიქნები. დავამატებ თუ შეიძლება რაღაცებს. მე ამაკურებს იცით, აი ხა არ ვიცი მეუფე შიოს ეს მამა ილიას ნათქვამი ეწყინა პირად შეურაცხყოფად მიიღო თუ რა განსაზღვრებას აკეთებს, მაგრამ მეუფე სტეფანემ უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა მეუფე შიოს. იმითი რომ მეუფე სტეფანემ უგულებელს ხო საერთოდ მეუფე შიოს იურისდიქცია ცხეთა-თბილისის ეპარქიაზე
და მისი საქმის კურსის ჩაყენების გარეშე აძლევს შენიშვნებს მეუფეშიოს ეპარქიის არქიმანდრიტს. ეს არის უგულებელყოფა მეუფეშიოსი და უფრო დიდი შეურაცხყოფა, რასაც ის აკეთებს. და ამ ყველაფრიდან როგორც ჩანს, ამათ პირადი რაღაცა ამბიციები და პირადი რაღაცა მათზე გამონათქვამები უფრო აწუხებთ, ვიდრე ეკლესიაზე ნათქვამები. ის რომ ეკლესიაში მწვალებლობა ვრცელდება, ეს მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ პირადად ისინი ვინმე მოიხსენია ისე, როგორც მათ არ მოსწონთ, ამაზე უფრო მწვავე რეაქცია აქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტეზე უფრო წინ საკუთარ თავს აყენებენ. და ისედაც ახლა ავიღოთ და თუ გნებავთ, აი შევადაროთ მეუფეშიოს და პატრიარქის მმართველობის პერიოდები. აი როგორი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქს ხალხთან და როგორი ურთიერთობა აქვს მეუფეშიოს ხალხთან. პატრიარქს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა საზოგადოებასთან. კომუნიკაცია არ გულისხმობს იმას, რომ შენ მარტო ამბიონიდან ქადაგებ. ეს არის, როდესაც შენს მოსაზრებას ისმენს საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება რას ფიქრობს და რა კითხვები აწუხებს, ამას სჭირდება, რომ მათთან დაჯდე პირისპირ და ესაუბრო და მოусმინო მათ შეკითხვებს. მე მახსოვს ერთხელ მონასტრიდან მამა დოროთე და ჩვენ საძმო ჩასულები ვიყავით პატრიარქთან რაღაც საქმეზე და პატრიარქი ამ დროს მიბრძანდებოდა სამეგრელოში, ზუგდიდში. და მაშინ უთხრა მამა დოროთეს, რომ შენ საძმოსთან ერთად რო წამოხვიდეო შენცო ზუგდიდშიო, იმიტომ რომ იცოდა რომ ზუგდიდიდან ბევრნი ვიყავით და გავყევით უწმინდეს მაშინ სამეგრელოში და შეხვედრა ქონდა დადიანების სასახლეში. და ამ შეხვედრას ესწრებოდა აი მინიმუმ სადღაც 100 კაცი. და აქ იყვნენ როგორც ჟურნალისტები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, მრევლი, უბრალო ხალხი. და პატრიარქი ვიჯექით დიდ დარბაზში და პატრიარქი პასუხობდა თითოეული მათგანის შეკითხვებს. განიხილავდა მაგალითად აფხაზეთთან ურთიერთობებს, განიხილავდა თუნდაც სოფლის მეურნეობასთან საკითხებს, განიხილავდა იმას თუ როგორ უნდა მომხდარიყო შერიგება და რომ ამაში სამეგრელოს ყველაზე დიდი როლის შესრულება შეეძლო და ნებისმიერი ადამიანის შეკითხვას პასუხობდა და უზიარებდა, გვიზიარებდა თითოეულ ჩვენგანს თავის მოსაზრებას. ამის იქით მე სადაც რეზიდენციაში, სადაც თვითონ ისვენებდა, იქ იყო დილასაღამოს ტრაპეზი. და იქაც ესწრებოდა როგორც სასულიერო პირები, ასევე სამთავრობის წარმომადგენლები, მრევლი, ერისხალხი, ყველანი ერთად ვისხედით ტრაპეზზე. და პატრიარქი იქაც მუდმივად საუბრობდა ხალხთან, უსმენდა მათ შეკითხვებს. ესეთი კომუნიკაცია ჰქონდა. ერთი შემთხვევა მითხარით, სადაც მეუფეშიო ესეთი მასშტაბური კომუნიკაცია ჰქონდა საზოგადოებასთან და ხალხთან. აი ვერ გაიხსენებთ და ვერ იპოვით ვერსად, რომ მეუფეშიო ზის და საზოგადოების შეკითხვებს პასუხობს. ან ჟურნალისტების შეკითხვებს ვერავისთან ვერ ნახავთ. ამბიონიდან იქადაგებს, ჩაჯდება მანქანაში და წავა საპატრიარქოში ან ვაკეში თავისთან ბინაში. აი რაც შეეხება კიდევ დავამატომინდა, რომ მამა დოროთემ როცა მიმართა მეუფეშიოს, რომ წვალებლობა იქადაგებათ და თუ ამას უყურადღებოდ დატოვებთ და თქვენგან პასუხს არ მივიღებ, იმ შემთხვევაში მე უნდა მივმართო მსოფლიო პატრიარქს. და უკვე გადის ძალიან დიდი დრო, უყურადღებოდ რჩება. აი მე ვთქვი რამდენიმე დღის წინ ეგზარქოსი მეთქი და უკვე აი სულ რამოდენიმე დღეში მოახდინეს, ხო? ხო და დამირეკეს, ანუ რამოდენიმე დღეშივე მირეკავენ და რამოდენიმე თვეა მამა დოროთე ამბობს, რომ ქრისტე იგმობაო და ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. ესე იგი ეს არ აინტერესებდა მამა დოროთე თქვა და უთხრა უკვე რომ მსოფლიო პატრიარქს უნდა მიმართოს ამის შესახებ, იმიტომ რომ საერთოდ ეს წესით ესეა, როცა ერთი მართლმადიდებელი ეკლესიაში იქადაგება მწვალებლობა და იმ ეკლესიაში არის დუმილი ამ მწვალებლობაზე, მაშინ უნდა მიმართო აუცილებლად მსოფლიო პატრიარქს და მსოფლიო პატრიარქმა უნდა იცოდეს, როგორც მსოფლიო პატრიარქმა რა ხდება ამ ეკლესიაში. და მსოფლიო პატრიარქი განიხილავს ამ ამბავს. სხვათაშორის ეს თემა ძალიან აწუხებთ. ერთი ისეთი პიროვნება მოვიდა, რომელიც მათთან ასოცირდება და რაღაცა შეკითხვების დასმა დამიწყო, აი პატრიარქთან, მსოფლიო პატრიარქთან
როგორი კონტაქტები გაქვთ და რანაირად შეიძლება და აი შევამჩნიე რომ რაღაცა გამოკითხვის პრინციპით რომ რაღაცა დაეცდინა შემგან ინფორმაცია თუ რა ვიცი რა ის ქონდა და მეუთხარი ესეთი რამე რომ ნათლული მყავს ჩემი ნათლულია მოკლედ თურქეთში თურქია და ესეთი ერთ-ერთი დიდი თანამდებობის ის არის არა სამთავრობო თანამდებობის მაგრამ საფეხბურთო კლუბის მართველია ერთ-ერთი ესეთი ცნობილი და ჩემი ნათლულია და არის პატრიარქის მეგობარი. და ეს რომ მოუნათლი მაშინ ვკითხე კი მაგრამ იგი სოფლიო საპატრიარქოში სოფლიო პატრიარქთან რატო არ მოინათლე მეთქი მაშინ და კარგი პიროვნებაა და კარგი ესეთი ხალხი მსახურობს მეთქი და კი მეგობრობო მაგასთანო და მიჩვენა უამრავი სურათები და ანუ რისით მამინდა რომ ეს თემა ძალიან აწუხებთ რამდენად გვაქვს ჩვენ მაგალითად კონტაქტი რომ აი სოფლიო პატრიარქს მივაწვდინოთ ხმა ან წერილი და გონიათ რომ სოფლიო საპატრიარქოშიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოშიც ჩაკეტილია სისტემა ისე როგორც მეუფეში ჩაკეტა საპატრიარქო მე რამდენიმე კითხვა აქვს ბევრი კითხვა აქვს მაგრამ პირველ რიგში მოდი აი თემას რო შევეხოთ ან სოფლიო პატრიარქის მიმართვის ესე რატო შეიძლება ეშინოდეთ ანუ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს რა ჩვენ მაყურებლის რო გახდეს უფრო გასაგები რა ხო თქვენ ამან შეიძლება გამოიწვია ის რომ პირველ რიგში სოფლიო პატრიარქი შენიშვნას მისცემს მათ და მოუწოდებს იმისკენ რომ გამოასწორონ ეს პრობლემა თუ ისინი ამ პრობლემას არ გამოასწორებს, ამის შემდეგ სოფლიო პატრიარქი მიმართავს უკვე სხვა ეკლესიებს, ალექსანდრიის ეკლესიას, ანტიოქის, ან ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩვენი ეკლესიის საკითხს დააყენებენ საკითხად მოხდება განხილვა იმისა, რომ ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლურ სწავლებას ცდება. ანუ წვალებლობაში ვართ. ხო, წვალებლობის პრობლემა დგას საქართველოში და მოგვიწოდებენ შეგონებისკენ თუ არ გამოსწორდება ეს პრობლემა, მაშინ სოფლიო ეკლესიას ჩამოგვაშორებენ და გამოგვაცხადებენ როგორც წვალებლურ ეკლესიას. თუ ამას ჩვენი ეკლესია აღარ აღმოფხრის და საბოლოოდ აღმოჩნდებით განკვეთილები მართლმადიდებლური სარწმუნოებისგან. და ამ ხალხს ეს პრობლემა რო ასეთი დიდია და როგორი მასშტაბურია. ანუ საქმე გაცილებით სერიოზულია და უფრო სხვა მასშტაბზე გავდივართ რეალურად. საერთოდ ამაზე დიდი პრობლემა არ არსებობს. ამიტომ იყო რომ წმინდა მამები საერთოდ სწავლების გულისთვის, ხო, სიცოცხლეს წირავდნენ და სისხლის ფასად არის ეს სწავლება დღემდე ჩვენამდე მოტანილი, ხო? ვინც ერთის სიტყვა ჩაამატოს, ხო, იმ წამზე ყოველთვის იყო ისა რომ მამები ამატებდნენ რომ ამბობდნენ რომ ვინც ერთის სიტყვა ჩაამატოს ან მოაკლოს შეჩვენებულიყოს. იმდენად იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გვექნება მართალის სწავლება, არ გვექნება სულის ცხონება, ვერ ცხონდებით. და ამიტომაც არის ეს აი როგორ თქვა სიცოცხლის საცხონებისთვის აუცილებელი პირობა. ამის გარეშე ცხონება არ არსებობს სწავლების გარეშე. გასაგებია რომ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. ნუ ბუნებრივია ყოველს ქონია ამ ქვეყანას რთული და გაცილებით უარესი პერიოდებიც, ახლა ბოლო-ბოლო თემურლენგი გამოვიარეთ, მაგრამ უახლოეს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ეგეთ რთულ პერიოდს, ანუ მას შემდეგ რაც სამოქალაქო ომი მორჩა და აფხაზეთი დავკარგეთ, მეტ ნაკლებად მაინც ქვეყანაში რაღაც სტაბილურობა იყო და ყოველთვის იყო რაღაც უკეთესობის იმედი. ხო, ანუ ყოველ ცუდი პერიოდი მართლაც იყო 91-13 წლები და შევარდნაძის პერიოდში, შევარდნაძის მთელი რიგი ნაკლოვანებების მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ პრინციპში შევარდნაძის მოსვლა მოხდა მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობის გზით. ხო? მინიმუმ ამდენი პოლიტპატიმარი მაინც არ უყოლია. ხო, ეხლა როგორც არ უნდა მოვატრიალოთ, ჩვენ გვყავს გაგრელი დევნილი ქალბატონი აზა ჩილაჩავა, რომელსაც 2 ლარი და 55 თეთრი დაულუქეს და ჩვენ გვყავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, სპეციალურად მოიხსენიებ ბატონობით, ადრე არ მომიხსენიებია, მაგრამ მაინც. ჩვენ გვყავს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მილიონიანი გირაო შეუფარდეს მილიონების მოპარვისთვის. რა
ერთდროულად საკმაოდ რაღაც არაადეკვატურ პერიოდში ვცხოვრობთ და ძნელ პერიოდში ვცხოვრობთ. თან ირგვლივაც რო თქვა რომ ეხა ისეთი წყნარი სიტუაცია, ერთი მადლობა ღმერთს რაღაც სომხეთ აზერბაიჯანში დარეგულირდა, მაგრამ მეორე მხრივ ხა უკრაინაში არის ამხელა ომი, ხო? ამ ყველაფრის ფონზე ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ აი პოლიტიკაში ნუერევით, ის გავმიჯნოთ, ეს გავმიჯნოთ და ეს ყველაზე ვრცელდება. ანუ ქართული ოცნების პროპაგანდა რაზეც დგას, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს. ოღონდ მთელი პური ეს გადატანით მნიშვნელობით, რასაც ქართული ოცნება აცხობს, მეპურეების გამო ერთი არ გამოცხადა. პარლამენტში არიან სპორტსმენები, ანუ ის ვინც პარლამენტში უნდა იყოს, დღეს რეალურად უკვე ციხეში ყავთ ეგეთი ხალხი. პლუს, ანუ ეს არაკომპეტენტურობის ზღვარია, ყველაფერს არა გადასდენილი, მაგრამ მაინც ყველაფერზე გეუბნებიან, რომ არა ეს შენი საქმე არ არის. მოდი ის გავმიჯნოთ, მოდი ეს გავმიჯნოთ. ყველაფერი გამიჯნეს, მოკლედ კიტრი პამიდორის სალატში, კიტრს და პამიდორს გაგიმიჯნავენ, ისეთი ხალხია, რა. ოღონდ ეს მხოლოდ მათ ინტერესებში როცაა, მათ როცა აწყობ. და ზუსტად იგივენაირ რაღაც აკეთებენ ეკლესიას მემართებაში, ხა მეც ხო ვადევნებ რა თვალყურს. განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებ ჩვენს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს თვალყურს და ანუ ამბობენ რომ აი რაღაც პოლიტიკაში რატო ერევით არა და რეალურად მოახერხეს და გააკეთეს ის რომ არ მარტო საზოგადოება დაყვეს არ მარტო ქართველი ერი დაყვეს ჩვენ ნუ ვარყოფთ იმას რომ დაყოფილები ვართ მე ესეთი დაყოფა არ მინახავს ზვიადისტებად და შევარნალისტებად დაყოფის მერე მე ესე ხალხის დაყოფა თან მიზანმიმართული დაყოფა არის ეს იმ დროს კიდე რაც მოხდა ხო ამხელა პროპაგანდა მაინც არ ყოფილა დაყოფაზე მიმართული მოსახლეობის რაღაც 1000 ტროლბოტი და შემდეგ არის ანუ დაგყვეს საზოგადოება და თან ეს საზოგადოების რღვევა და დაყოფა ეკლესიის შიგნითაც გავიდა ეს ხაზი ხო ანუ ესე გამოიწვია თუ გამოდის ამბიონზე დელი და ხადაგებს რაღაცა ისეც რაც ქართული ოცნების დღის წესრიგში ჯდება ეს არ არის პოლიტიკაში ჩარევა ეს ნებადართულია და შემდეგ თუ მამა ილია ხადაგებს რომ რაღაც თავი ქალბატონ აზას უნდა იჭერთ ან დაგდებულს ციხლი არ უნდა დაარტყა და რაღაც ისეც ხადაგებს რაც ქართულ ოცნების დღის წესრიგში არ ჯდება ანუ მამა ილიას არ აქვს უფლება პოლიტიკაში ჩაერიოს ამავდროულად ეს პოლიტიკაში ჩარევა ეს ჯერ კიდე ეკლესიის დაფუძნებიდან მოდის და ყოველთვის იყო ეს პაპო ცეზარიზმის და ცეზარო პაპიზმის თემა, ანუ კეისრის ძალაუფლება და პაპის ძალაუფლება, დიდ სქიზმამდეც არსებობდა ეს საკითხი, დიდი სქიზმის მერეც ბუნებრივი არსებობს და ყოველთვის რაღაც დელიკატური ბალანსის დაცვა ხდებოდა, მაგრამ ეკლესიის მსახურს ყოველთვის შეეძლო და ალბათ უნდა აემაღლებინა კიდეც თავისი ხმა უსამართლობის წინააღმდეგ. ხა მე წმინდა პეტრეს ამბავს გავიხსენებ, როდესაც წმინდა პეტრე რომიდან გაექცა ნერონის დევნას გადმოცემის თანახმად ეკლესიაც მინახავს რომის გასასვლელში არის პოლონური ეკლესია ქვია ანუ ეკლესია კვოვადის ლათინურად არის საით მიდიხარ ანუ გადმოცემის თანახმად როდესაც წმინდა პეტრე გადიოდა რომიდან რა მას გამოეცხადა ქრისტე და წმინდა პეტრე შეიკითხა ქრისტე რომელიც რომში მიდიოდა და წმინდა პეტრე შეეკითხა ქრისტეს რომ საით მიდიხარ უფალა კვოვადის დომინი და პასუხად მიიღო რომ რომში რასაც ჩემ ხალხთან ერთად ვეწამო და იმ წამს დაფიქრდა წმინდა პეტრე რომ მას არ შეეძლო ესე ვთქვა თავისი სამწყოსთვის თავის ხალხს ეღალატა და დაბრუნდა და მოწამებული სიკვდილით აღესრულა ანუ საბოლოო ჯამში ახლა რა არის სასულიერო პირის მისია გარდა იმისა რომ საკუთარ ხალხთან ერთად იდგეს და თავისი სიმართლე დაიცვას ხო ანუ ისევ და ისევ რა სიტუაცია თქვენ გეუბნებიან რომ რაღაც არ არის თქვენი საქმე როგორ არის ეს თქვენი საქმე რა როგორ შეაფასებთ ზოგადად აი ამ სიტუაციას და როგორ ხედავთ ამას რა კუთხით ხედავთ აი სახარებიდან გავიხსენებ იგავს მაცხოვარი მოწყალე სამარიტელზეა იგავი სადაც ქრისტე ამბობს თუ ვინ არის ჩვენი მოყვასი ვინ არის ჩვენი ახლობელი მოყვასი ნიშნავს ახლობელს იყო კაცი რომელიც ქუჩაშია დაგდებული ავაზაკებისგან ნაცემი დაჭრილი
და ესეთ კაცთან შემთხვევით ჩაიარაო მღვდელმა, დატოვა უყურადღებოდეს დაჭრილი კაცი. ჩაიარაო შემდეგ ლევიტელმა, ანუ ესეც რჯულის მიმდევარია და მანაც მიატოვა და ესე დროს გაჩერდება მესამედ ვინც მიდის არის სამარიტელი. ანუ სამარიტელი არ იყო ებრაული რჯულის მიმდევარი. და სამარიტელმა აიყვანა ეს დაჭრილი კაცი, მიყავს სასტუმროში, საავადმყოფოში, იქ ეტყვის რომ განკურნეთ ეს კაცი, თანხასაც უტოვებს და ასე შემდეგ. ანუ იზრუნა ამ დაჭრილ კაცზე და ქრისტეს სვამს კითხვას, ვინ იყო მოყვასი ამ სამთაგან? და სამარიტელიო, ხო და ესე მოიქეცითო თქვენც. ანუ ახლობელი მოყვასი ვინ არის? ის, ვინც დაჭრილ, ნაცემ კაცს არ მიატოვებს და აი აქ საინტერესო არის ამ სახარებაში მნიშვნელობა, ეს დაჭრილი კაცი ვინ არის ჩვენ არ ვიცით. არ წერია რომ ეს დაჭრილი კაცი იუდეველია, სამარიტელია, ანუ ვინ არის არ ვიცით საერთოდ ეს დაჭრილი კაცი ვინ არის. ანუ ქრისტემ ამიგავში ეს არ არის შემთხვევით ხაზი არ გაუსვა, ეს კაცი რელიგიურია, ანუ იუდეველია თუ არ არის. ამით ქრისტე მე იმას მასწავლის რომ დაჭრილი კაცი ვინც არ უნდა იყოს, ნაცემი კაცი ვინც არ უნდა იყოს. აი ხა რუსთავოზე რაც ხდებოდა, მე მათ მიმართებაში რომ უყურადღებო ვიყო, მაშინ გამოდის რომ მე არ ვარ ჩემი ამ ქვეყნის, ჩემი ახალგაზრდების მოყვასი. მე არ ვარ მათი ახლობელი. და არ არის როგორ არის იცით მე მithქვამს რომ იქ ჩვენი მრევლიც დგას მეთქი და მართლა დგას ჩვენი მრევლიც ქრისტიანებიც დგანან ეს რა თქმა უნდა მაგრამ მეორეც არის რომ ის ადამიანი მონათლულიც რო არ იყოს თუნდაც და ადამიანია ნაცემი სისხლი ათხევინეს და ესეთ ადამიანზე როგორ არ მოვიღო სიტყვა როგორ არ ვთქვა რომ ეს ადამიანი რომ უნდა დავიცვო ეს ჩემი ქრისტიანული ვალდებულება ქრისტე ამას მასწავლის მე და აი ღვთის წინაშეც როცა წავსდგებით ჩვენ აი ბოლო სამსჯავრო ესე არის იქ ქრისტე ამბობს რომ სამსჯავროს დღეს იქნება ესე ქრისტესგან ჩვენთვის დასმული კითხვა რომ შიერი ვიყავი, მწყურვალი ვიყავი, პატიმარი ვიყავი, შიშველი ვიყავი და არ მომხედეთო მე და ესენი ეჭყვენ კი მაგრამ სად იყავიო უფალო და ის ვინც ამ მდგომარეობაში იყო ერთი ჩემი ძმათაგან ის ვიყავიო მე ანუ შინაარსში ეს ის არის რომ ანუ ქრისტესთვის იმდენად დიდია ადამიანი აი ტკივილიანი ადამიანი და თუ ეგ ბოლოს ესე მთავრდება სახარებაში რომ მაცხვარი ამათ ეუბნება რომ წავდით ანუ ვინც არ მიხედა მათ ეტყვისო ჩემგან წყეულნო და უკეთურნო თქვენ არ ხართ ჩემი ანუ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს და არ არის დასახელებული ეს პატიმარი ვინ არის ქართველია თუ არა ქართველია აქ არ არის დასახელებული ეს მშიერი ვინ არის მაგრამ მის მიმართებაში ანუ ჩვენ ღვთის წინაშე ბოლოს რო წავდგებით მე ღმერთი არ მკითხავს იმას რომ ილია შენ არქიმანდრიტი ხარ ღმერთს ეს არ აინტერესებს ღმერთს აინტერესებს რომ მე ამ არქიმანდრიტობაში როგორი ადამიანი ვიყავი და არქიმანდრიტობით ვერავინ ვერ ცხონდება როგორც იოანე ოქროპირსა აქ რომ ბევრი ჯოჯოხეთიო გადატენილი არისო ამპარტავანი და უგულო მონაზვნებით და ქალწულებითო ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ რამდენად როგორი კეთილები ვიყავით ქრისტეს ადამიანის წინაშე და ჩემი საზომი ადამიანებთან ურთიერთობაში არის ეს აქ რა შუაშია საერთოდ პოლიტიკას რაც შეეხება მინდა ვთქვა რომ ჩემთანაც ტაძარში დადიოდნენ ადამიანები რომლებიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული მოწონდათ ქართული ოცნება არც ერთი მათგანი მე არ განმიყენებია ზიარებისგან არც ერთი მათგანისთვის მე ტაძრის კარი არ დამიკეტია ნუ ბევრი წავიდა სხვასთან მივიდა თავისი გზა ნახა მაგრამ არც ერთის არასდროს ამბიონიდან არ მიქადაგია რომ ამ პარტიას ხმა მიეცით მეთქი და აი უშუალოდ სიტყვაზე მეთქვა რომელიმე პარტია რომ ამ პარტიას მხარი დაუჭიროთ მეთქი მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიტყვი რომ ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ საქართველოს ამის იქეთ როცა საქართველო გათავისუფლდება რუსებისგან და ამ რუსული ხელისუფლებისგან შემდეგ რა თქმა უნდა წამოვა პოლიტიკური პარტიები და ეს პოლიტიკური პარტიებმა ერთმანეთში იკამათონ, დააჯდნენ, განსაჯონ, რა როგორ მე საერთოდ არ ჩავერთვები. იქ მე სიტყვის ამომღები არ ვარ. იქ მე რამე საქმეა, მაგრამ დღეს როცა ვხედავ ქვეყანა იღუპება, მაშინ პოლიტიკური განცხადება ყოფილა ამბროსი ხელაიასი გენუის კონფერენციას რომ იმართა და სხვათა შორის ეს იყო ერთ-ერთი ბრალდება. ამბროსიზე რომ ამბროსიმ რაღაც პოლიტიკური განცხადება გააკეთა, მაგრამ მაშინ რა ვიცი ამბროსისთან ეს და თუ განმეკითხავენ მაგას რა ჯობია. ეს ყველაზე დიდი ზიანი
პირველი 3 საუკუნე ხო იყო ეკლესიას, ქალწულებრივ ეკლესიას ეძახდნენ და ეს იმიტომ იყო, რომ ეკლესიას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ხელისუფლებასთან, პირიქით იდევნებოდა მისგან. და ასევე ეკლესიის წიაღში არ იყო ერესი გავრცელებული, ამიტომ იყო, რომ ქალწულებრივ ეკლესიას ეძახიან პირველი 3 საუკუნის ეკლესიას და მე-4 საუკუნიდან უკვე ეკლესია, როდესაც იმპერიის რელიგია გახდა, ამის შემდეგ ბევრი რაღაცები ძალიან შეიცვალა, ანუ ამას ბევრი უარყოფითი რაღაცა მოყვა, მაგრამ დადებითიც, ისევ როგორც პირველი 3 საუკუნის ეკლესიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა და ის რომ მე-4 საუკუნიდან ეკლესია იმპერიის რელიგია გახდა, ამისი უარყოფითი მხარე იყო ყველაზე უფრო მეტად ის, რომ ეკლესია გახდა სახელმწიფოსთან იმდენად მჭიდროდ დაკავშირებული და იმდენად შესიზღორცდნენ ერთმანეთში, რომ ძალიან რთული გახდა იმისი გარკვევა სახელმწიფოს უფრო ემსახურებოდა ადამიანი თუ ეკლესიას. და ამან გამოიწვია შემდგომში ის, რომ როდესაც ეკლესიას ბევრი პრივილეგიები მიეცა ხელისუფლებისგან, უკვე რთული გახდა იმისი გაგება, როდესაც ადამიანი მაგალითად გადაწყვეტდა გამხდარიყო სასულიერო პირი, რისთვის მოდიოდა ეკლესიაში. მართლა ღმერთი წამდა და ღვთისმსახურება უნდოდა, თუ უნდოდა ის პრივილეგიები, რაც ეკლესიას გააჩნდა. და აქედან გამომდინარე, ბევრი გელი შემოვიდა ეკლესიაში, რომელმაც ცხრის ქურქი მოიცვა. და ამისი გარკვევა მე-3 საუკუნემდე რთული არ იყო, იმიტომ რომ თუ კაცი გადაწყვეტდა, რომ გამხდარიყო ღვთისმსახური, ის განწირული იყო სასიკვდილოდ და იცოდი, რომ მას არანაირი რაღაცა მიწიერი კეთილდღეობის გამო არ მოდიოდა, იმიტომ რომ იდევნებოდნენ და აი ეს უარყოფითი მხარე აქვს ეკლესიასა და სახელმწიფოს ესეთ მჭიდრო კავშირს. ამას შემდეგ მოყვება ის, რომ როგორც ქვეყანაში, ასევე ეკლესიაში ხდება დაყოფა ჩემიანებად და შენიანებად. თუ შენ არ ახარ, აი მაგალითად დღეს ჩვენს ქვეყანაში როგორ არის, თუ შენ არ ახარ ქართული ოცნების ინტერესების გამტარი და ხმას აღიმაღლებ მის წინაშე, ხო, უპირობო მტერი ხარ და განთავისუფლებენ სამსახურიდან და ყველა მოკლედ შეზღუდული გაქვს ყველანაირი უფლებები. დააკვირდით როგორი სიტუაცია დღეს ეკლესიაშიც. თუ შენ არ აქებ დღევანდელ იმ გუნდს საპატრიარქოში, რომელიც მართავს ეკლესიას და არ აქებ ქართულ ოცნებას, გექმნება პრობლემები, იბლოკები. გიბარებენ კომისიაზე, მაგრამ არ იბარებენ შენი გამონათქვამების გამო, მაგრამ არ იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც კავშირში არიან ამ ორგანიზაციასთან, ქართულ ოცნებასთან და კავშირში არიან ეკლესიის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მთავრობასთან კარგად არიან, როცა ისინი შენ გაგინებენ და შეურაცხყოფენ, მათ არავინ არ იბარებს. ანუ ერთნაირად ბლოკავს, გამიგეთ რისი თქმა მინდა, მთავრობა და ეს საეპარქიო კომისია და ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ერთნაირად ბლოკავენ, ერთნაირი შერჩევითი სამართალი აქვთ. აი მაგალითად დავით კონჯარია მაგინა დაიჭირეთო ამბობს მამა დოროთეზე, კაციშვილი არ იბარებს. მამა ანდრია ჯაღმაიძე მოძალადე არისო ამბობს მამა დოროთეზე, კაციშვილი არ იბარებს. მაგრამ დაიბარეს აგერ მამა ილია, ხო, იმის გამო რომ მეუფეზე თქვა. ეგზარქოსი. და არ არის ეს შერჩევითი სამართალი, ისე როგორც ქართულ ოცნებას აქვს შერჩევითი სამართალი. შერჩევითი სამართალი დაყოფა ჩემებად და შენებად? კი, არის. აი ხო, აი როგორი პარალელია, ერთი და იგივე მართლობის ფორმა აქვს საპატრიარქოს ამ ჯგუფს და ქართულ ოცნებას. აი ეს გამოიწვია სწორედ იმან, რომ ეკლესია და მთავრობა ასე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ერთმანეთზე ახდენენ ზეგავლენას. აი რაც შეეხება, მინდა კიდევ თქვა, რომ როდესაც ადრე მამა დოროთე ჩვენ მივდიოდით პატრიარქთან, მაშინ მეუფე არ იყო მოსაყდრე. ძალიან ბევრჯერ იყო ესეთი შემთხვევა, რომ მამა დოროთე მაშინ სამების წინამძღვარი იყო, სადღაც 2002 წლები, შემდეგ წალკიდანაც როცა ჩამოვდიოდით, ეს მეერეც უკვე 2004-ის შემდეგაც
ხშირად ყოფილა რომ პატრიარქი რაღაც ისეთ ფილად მიგვიღებდა. აი ერთხელ მახსოვს, ერთხელ იყო რაღაც შობის წინა დღეები იყო და ჩამოვედით წალკიდან და პატრიარქმა კითხა მამადოროთის ვიჯექით ერთად და კიდე ერთი კითხვა მინდაო დაგისვათო ყველასო. ხა როგორი ახლა პატრიარქი რო კითხავს რაღაც ამაზე რას ფიქრობთო და რაღაც ესეთი კითხვით რომ მოგმართავს და საშობაო ეპისტოლე უნდა ითქვასო ეხაო და თქვენ რას ფიქრობთო რა ხდებაო ჩვენს ერში რა არისო ეხა რა პრობლემები არისო აი როგორი საოცრებაა ხო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე უნდა დაწეროს პატრიარქმა და ესე დრო სამდელოებაზე ეკითხება თქვენ რას ფიქრობთ ერში რას ხედავთ რა არის პრობლემა და რაღაც ესეთი საოცრება იყო მართლა მეორე ის რომ პატრიარქთან რამდენჯერ ყოფილა რომ უწმინდესთან რომ მივედით აი თავისთან შეგვიყვანდა ტრაპეზზე და მასთან ერთად რო ვიტრაპეზებით ანუ ამით მე იმის თქმა მინდა რომ უწმინდესი ყოველთვის ხო ესე ახლოს იყო სამღვდელოებასთან ყოველთვის ესე აი სამღვდელოებასთან ერთად საუბრობდა ეკითხებოდა აი რაღაცა მამობრივი სითფო იყო რა აი გრძნობდი რომ ჩვენი პატრიარქი არის ჩვენი მამაი რომ მიდიოდი მართლა არ ვიცი ნებისმიერი ადამიანი ვინც მღვდელი პატრიარქთან შევიდა ყველა გამოდიოდა რაღაც აი მადლით ახსავსე და სიხარული და ბედნიერებით ახსავსე და მე ამას პირდაპირ ვიტყვი რომ სამღვდელოებაში არის ესეთი აზრი რომ მეუფე შიოსთან აი მეუფე შიოსგან სიყვარულს ვერ ხედავენ აი ვერ ხედავენ მამის სიყვარულს აი მე საჯული სახელია სამღვდელოებაში რა ზიცი მე მითხრეს რომ შენო რაც თქვიო მართალი რო გითხრაო ბევრი ფიქრობსო ესე ეხა თუ მამა ხარ ხო ჩემთვის პატრიარქი არის საზომი მამობის ეპისკოპოსის და მე ხა როცა პატრიარქთან გავიზარდე როცა პატრიარქისგან ამხელა სიყვარული და სითბო მაქვს ნანახი და მე ვითხოვ ამას მეუფეშიოსგან მე ვითხოვ ამას ნებისმიერი ეპისკოპოსისგან იმიტომ რომ მამა ხარ და როცა ამ სიყვარულს ვერ ვხედავ ამ მამობრივ თანაგრძნობას მამობრივ სითბოს ვერ ვხედავ მაშინ რატო გწყის ჩემგან მეცო თქვა რომ ვერ ვხედავ ამას თქვენში ამ სიყვარულს ვერ ვხედავ თქვენში მამობრივ ზრუნველობას გასაგები მართლაც ყოველთვის აქვს კიდე მეორე მხარე და ეს მეორე მხარე ანუ საერო ცხოვრებაში ეს არის მოსახლეობა და სასულიეროში არის აი ამიტომ მე ხარ რაც თქვი აი აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა ის რომ მე როცა პატრიარქისგან ესეთი დიდი სიყვარული და სითბო მიმიღია და პატრიარქს ბევრჯერ ჩაუხუტები ვარ და სხვათა შორის მამადოროთე მელიას ტაძარში როცა ბერა დაგვეცა მაშინ მითხრა რომ პატრიარქის სახელს გარქმევო და მეორე დღეს როცა უწმინდესი ამობრძანდა სამებაში მკითხა სახელი და ესე რომ უთხარი ილია მეთქი ჩამიხუტა ცოდვილი ბერი ილია მეთქი და მე ამხელა დიდი სითბო მაქვს პატრიარქისგან ნანახი ესეთი დიდი სიყვარული და ხა თუ მეუფეშიო რა თქმა უნდა მიბარებს და მივდივარ მეუფე თეოდორესთან მე მათი მეუფეშიოსგან მამობრივ სიყვარულს ვერ ვხედავ მე ამიტომ აუცილებლად მინდა რომ პატრიარქს შევხვდე გასაგები მამო აი ჩემი კითხვა ეხებოდა რას რომ თუ საერო ცხოვრებაში ეს არის საზოგადოება მეორე მხარე სასულიეროში ეს არის მრევლი რა საზოგადოების ნაწილია ბუნებრივია ანუ პირობითად რა ვიღოთ რაც არ და დიდი ხანი ატყუო საზოგადოება უსასრულოდ შეუძლებელია თქვენი გაგრძელდეს ხო იგივე ეს სამწუხაროდ ეს კარგი მაგალითები ბჭყალებში გვიმრავლეს მაგრამ აზად ჩილაჩავას დაპატიმრება და იქ 2.55 ლარის დალუქვა როცა 7 მილიონი და უფრო ზოდები და ასე შემდეგ უამრავი სიმდიდრე ამოღებულია ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრისაგან და ყველაზე კარგი თავდაცვის მინისტრი ციხეშიზის კორუფციის ბრალდებით ხო ხა ეს იმდენად აშკარა კონტრასტია რომ ამას უკვე მომხრესაც კი უჭირს ამის გამართლება ხო უკვე ესეც ნუ უარყოფთ რომ ამათ მომხრეები გულწრფელი მომხრეები ყავთ რომელთაც არათუ ფულად დაინტერესება არა აქვს იქ სხვანაირად ვერ ახსნი ხო ეს ადამიანი არის რაღაც პროპაგანდის ტყვეობაში მაგრამ ამას უკვე პროპაგანდა ვერ ამართლებ მათი პროპაგანდისტებიც კი იძულებული არიან რომ
რაღაც თქვან, იმიტომ რომ ეს გამომართლებელი აქ ხო მადლობა ღმერთსო რომ თელს თავრობაში არ არის. ხო, აი, მადლობა ღმერთსო, დიდად მადლობელი ვარ, რომ ყველა რაღაც დარაჯი რო არაა კორუმპირებული, მაგრამ აქ ეს მე სხვა დონეზე ჩადის, ანუ აი პირობითად რო ავხსნათ პროპაგანდა როგორ მუშაობს, ხო ხა პროპაგანდას ვინც ავრცელებს, უმეტესად შეიძლება ამის საერთოდ არ სჯეროდეს, მაგრამ პროპაგანდას ავრცელებს არა მარტო აქ პროპაგანდის პირამიდის სათავეში მდგომი ადამიანი, არამედ ავრცელებს შენი კარის მეზობელიც სადღაც უბნის თუ სოფლის ბირჟაზე და ამ კარის მეზობელსაც აქვს რაღაც სოციალური კაპიტალი. პირობითად რო ვთქვათ, მისიც ვიღაცას ჯერა და ეხა ამ ადამიანების სოციალური კაპიტალი ჩათვალეთ რომ პრაქტიკულად გამქრალია. ეხა ადამიანი 3 წელი ამტკიცებდი რომ აი მე ღარიბაშვილი და ნუ სრულ სისულელემდე მიდიოდა საქმე ერთ რაიონში ჩავიდა და მადლობა მართლმადიდებლობის რა შუაში იყო ხო ღარიბაშვილი მართლმადიდებლობასთან ხო ნიკეის საეკლესიო კრების მომწვევი მყავს თუ ვინ ხო მაგრამ ნუ მართლა სრულ აბსურდამდე კრეხელობამდეც მიდიოდა საქმე და ეხა ესეთი ადამიანმა დღეს უნდა თქვას რომ ღარიბაშვილი ცუდი იყო ესე იგი 3 წელი მე რასაც შენ ჩემ მეზობელს ნაცავს გეუბნებოდი და რაშიც გარწმუნებდი ეს ტყუილია ხო ეხა ბუნებრივია ამ ხრივს რღვევა აუცილებლად იქნება რა ეხა უსასრულოდ ხალხს ვერ მოატყუებ მეორე მხრივ ხა მრევლიც რასაც ხედავს სიტყვაზე ხო ეხა მრევლი ხო არა საზოგადოებისგან მოწყვეტილი რაღაც მრევლი საზოგადოების ნაწილია ხო მაგრამ ისევ და ისევ ეკლესიის შიგნით მიმდინარე პრობლემებს ხედავს მაგრამ არის ესეთი პრობლემებიც რაც მაგალითად მე ვხედავ რომ ზოგადად ქვეყანაში არის აი პირობითად განათლების პრობლემა ხო რომ აი მე მართლა გულწრფელად სულ მაინტერესებდა მრევლის რა ნაწილს აქვს გუნდასმით ახალი აღთქმა შესწავლილი და წაკითხული მოდი ეს თქვა შესწავლილზე არის ხო ეხა იმიტომ რომ არის მთელი რიგი რაღაცები მათ შორის მე მომისმენია ბევრი ქადაგება და ახალ აღთქმასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ხოლმე რა მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხო მრევლზეც აისახება ხო ანუ ისევ და ისევ ეს დაყოფა რევლშიც მიდის ხო იმიტომ რომ ეხა თქვენ ახსენეთ დავით კონჯარია ხო ასევე მამაო იმას თავისი მრევლი ყავს ხო ანუ რა ხდება ეხლა მისი მრევლი უყურებს რომ მათი მამაო მათ სულიერ წემსი აგინებს ვიღაც სხვა მამაოს ანუ რა დონეზე მიდის და აი რა პრობლემები გვაქვს დავუშვათ ამ მიმართულებით რა ხდება ამ მიმართულებით სხვათა შორის ისტორიულ ამბავს გავიხსენებ და როცა მოკლედ ავტოკეფალია წაგვართვეს 1917 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია და ეს რატო გააკეთეს რუსებმა იმიტომ რომ უნდათ რომ გაეზარდათ სამღვდელოება ანუ იქ არ ისწავლებოდა არასწორად ქრისტეს სწავლება იქ რამე დოგმატებს კი არ არღვევდნენ იქ დოგმატები სწორად ისწავლებოდა, წამსი სწორად ისწავლებოდა, მაგრამ უნდა გაეზარდათ საქართველოში ქართველები სამღვდელოება ისე, რომ ყოფილიყვნენ რუსული ცნობიერების ადამიანები. და ესე იყო, მოკლედ თელი აი ამ სემინარიაში აბარებდნენ ქართველები, სწავლობდნენ, მაგრამ მაინც არ გამოვიდათ, იმიტომ რომ ქართველები მაინც სხვა აზროვნების ხალხი ვარ და ეს ვერ შეძლეს. და დღეს რო ვაკვირდები აი დღეს ხო აშკარად ჩანს მართლა აი რა არ ვიცი რამდენი ხანი მოვიტყუოთ თავი რამდენი ხანი ვთქვათ ის რომ ვერ ხედავ რომ რუსეთში მიდის ქვეყანა კარგით რა მართლა რა უკვე ამაზე საუბარის მეც მრცხვენია უკვე რომ ამას ადამიანს უხსნი რომ ეს ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ და რუსეთისკენ მიდის ჩვენი გზა მაშინ პირდაპირ თქვი რომ მე მინდა რუსეთში მაგრამ სამღვდელოების ნაწილი რომ გამოდიხარ და ამბობ რომ არა მე რუსეთში არ მინდა და თითქოს და მე მიყვები ხელისუფლების ამ მიმართულებას ეს უკვე დიდი ტყუილია ეს უკვე დიდი თამაშია ესე რომ ვთქვა და დღეს რაღაც ეს უფრო მოახერხა რუსულმა რაღაციმან არ ვიცი აი რა დავარქვა არ ვიცი პროპაგანდას თუ რა რომ აი მაშინაც როცა წარმოიდგინეთ იმ სასულიერო სემინარიაში ჩაბარებული 17 წელს რო რუსებმა გახსნეს იქ ნასწავლია კირიონი, ამბროსი, ნაზარი, რა ვიცი, ბევრი დიდი ის მამები, რომლებიც პირიქით ისე კი არ გაიზარდნენ, რომ რუსეთი უნდოდა, პირიქით ისე გაიზარდნენ, რომ ავტოკეფალიაზე დაიწყეს ბრძოლა. აი ესეთი დიდი მამები და დიდი წინაპრები ესე გაიზარდნენ და
ვერ შეძლო ანუ იმ რუსულმა სემინარიამ ეს და აი დღეს როგორ მოახერხა არ ვიცი მე ყველაზე არ ვამბობ სხვათა შორის ამას ხაზი მინდა გავსვა როცა ვამბობ ეკლესიაში ესე მეთქი ზოგჯერ ამბობ რომ ყველაზე არ ვამბობ არის ნაწილი რომელსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება მაგრამ არის ნაწილი რომელსაც მოსწონს და რომელიც დუმს ამის მიმართებაში და აი დღეს როგორ მოახერხა რუსეთმა მაგრად მიკვირს აი რაღაც ესეთი კითხვის ნიშანივითა მაქვს და კიდევ რა არის იცით აი მღვდელი ტაძარში რასაც ქადაგებს აი მრევლი ტაძარში რომ დადის ხო ყველა ტაძარში რომ მიდის მას საკუთარი მოძღვრის მღვდლის მიმართებაში პატივისცემა აქვს და რაღაცნაირად უფრო ადვილად ღებულობს მის გარჩევებს ადვილად ღებულობს მის ქადაგებას ადვილად იჯერებს მისას მაგრამ ამიტომაც მოქმედა მრევლზე იმოქმედა მაინც სხვათა შორის მე ხარ დარწმუნებული ვარ რომ აი მეუფე სტეფანე რო ყოფილიყო აი ანტირუსული მისი ეპარქიის სამდელოების დიდი ნაწილი ამბიონიდან ანტირუსულ ქადაგებებს იტყოდა აი დარწმუნებული ვარ ყველა ეხა როცა შენი ეპისკოპოსი რუსეთის მომხრეა რა თქმა უნდა მე სამდელოებაც თუ მე ამასზე რა თქმა უნდა ამ სამდელოებას უჯერებს მრევლი და მრევლიც მას მიყვება და მე ხა ამას ხშირად ვამბობ და ეს ნამდვილად ესეა რომ რუსეთთან მებრძოლი ჩემი კირიონი და პატრიარქი ჩვენი ეს დიდი პატრიარქები ჩვენი დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე რომელიც რუსეთისთვის მართლა არ დაუთმია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ქვეყანა მე ჩემთვის სამაგალითოა ჩემთვის ეს არის გზა მე რომ მივდივარ გზაზე მე ჩემი საზომი არის ამბროსი და ამბროსი როგორი გამბედავი იყო როგორ არ თმობდა და არ დაუთმო მან თავისი ეკლესია რუსებს აი ეს არის ჩემთვის გზა და მე იმ გზაზე ვივლი და ეხა ესეთი გაჩვენება ესეთი დუმილი უბრალოდ არ მესმის რა ხვანხონ და მოიღონ და აი რაც შეეხება აზაბებოზე ვიტყოდი ერთ რამეს აი ჩვენ აინც სხვა ბუნების და გენეტიკის ხალხი ვართ რომ საერთოდ ქართველების აი დიდი აი მაგალითად მე ბებიის გაზრდილი ვარ მამაშიოს ბებიის გაზრდილია ალბათ უმეტესობა ხო რაღაც ბებიასთან ყველა ძალიან დიდი სიტყვა გვაკავშირებს და როგორ ბუნებრივია ხო მე დიდი ბებია მყავდა საერთოდ დიდი ბები აი როგორი სიტყვა და სიყვარული გვაქვს აი ბების შეიძლება დედა მაინც რაღაცაზე ზოგჯერ გვჯიდა პასუხს ხოვდა და ესე დროს ბებია სულ გვიცავდა და ბებიისგან ესეთი სიტყვა გვახსოვს და აი აზაბებიას ეხა რო უყურებ აზაბებოს ხო აი საქართველოს ბებოა აი მთელი საქართველოს წუხს ნორმალური საზოგადოება წუხს აი მე უკვე ხელისუფლება და პოლიცია რომელიც აზაბებოს ესე ექცევა უკვე არ მიკვირს მე უკვე მიკვირს იმ ქართველების რომლებსაც ბებიისგან ესეთი სიტყვა და სიყვარული მიგვიღია და აზაბებოს რო ესე ექცევიან ამაზე დუმან ამაზე არ გამოდიან, ამას არ აპროტესტებენ. აი უბრალოდ ეს მიკვირს. მე უკვე გაკვირვებაში ვარ ჯერ კიდე დადუმებული ხალხი. და ალბათ იმათიც არ გამიკვირდება ცოტა ხანში. თორე ხელისუფლების არც ერთი საქციელის უკვე არ მიკვირს. არ მიკვირს ახლა რა შედარება, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა მართლა მილიონები წაიღო და მის მიმართებაში ესე ხელის გადაფარება და აზაბებო რა ვიცი აი რომელსაც ჩვენ ხო თანასწორნი ვართ კონსტიტუციის წინაშეც და უფლის წინაშეც ხო და ანუ ისეც და ასეც ხო ან ყოველ მთავარი რაც ხდება მე მაგალითად უკაცრავად შეგაწყვეტეთ მაგრამ მე საერთოდ აი დავუშვათ არ არსებობს რუსეთი საერთოდ არ უყურებ რუსეთის მხრივ ანუ მე ხო ეს უსამართლობა უნდა აღმაშფოთებდეს სულაც რომ ოკეანე იყოს მართლა იქეთ ამხარეს ანუ ესეთი უსამართლობა და ეს ორმაგი სტანდარტი და ესეთი ორმაგი მიდგომა ხო არ შეიძლება საკუთარ შვილებს ხო არ დაყოფ დავუშვათ და ერთ და იგივე საქციელისთვის ერთს აქებ და მეორეს დასჭი ხო ერთი და იგივე საქციელისთვის ხო შეუძლებელია და მით უმეტეს ახლა პირობითად რომ აი საკუთარი შვილი ერთი იყოს რაღაც ქურდი მამაძაღლი და ეს აღაზევოდა მეორე პატრიოტული ადამიანი იყოს რა მეცნიერი და დასაჯოთ და ახლოს გავს სტანდარტებს ხედავთ და საბოლოო ჯამში კიდე იქ თქვენ რომ აი რუსეთი ახსენ ხშირად რა რაღაც ეს არჩევნების მერე 24 წლის მერე ჰაჰა გაიღვიძეთ ჩელიაბინსკში მე ეჭვი არ მეპარება რომ ზესტაფონს მაგნიტოგორსკს არ დაარქმევენ და რავი დუშეთს ჩელიაბინსკს ან თბილისს არ დაარქმევენ მინერალნი ვოდის რა ანუ გარუსება ჩემთვის არის ზუსტად ეს უსამართლობა რაშიც იხარშება რუსეთი თორე
ეხლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები გრიბული და ზინოუკინა გვარით როგორ შეიძლება ეხლა ის ადამიანი მე რაღაცნაირად განკვიცხო და განვაქიქო მისი რუსული გვარის და წარმოშობისგან მაგაში საერთოდ არა საქმე ხო ანუ აქ იმაშია რომ იმ ქვეყანაში რაც მეფობს რა დონის უსამართლობაცაა და არა არც ქრისტიანობა ხა მაგ ქვეყანაში ხო პირდაპირ ვაღიაროთ ეგეთ ხო წვავებულობაში არა გადავარდნი ანუ მე ის არ მინდა თორე ილუზია არ მაწუხებდა რატო და არ ქვია ჩელიაბინსკს რომელიმე დასახლებულ პუნქტს მაგრამ შენ თუ ამ უსამართლობაში იღვიძებ შენ ჩათვალე რუსეთში იღვიძებ აი ეგ არის რაც მე მაწუხებს ყველაზე მეტად რა რაც პოლიციელებზე მინდა ვთქვა რომ ის ազაბებო რო დააკავეს იმ დღეს ჩვენ თუ ნახეთ ეს ვიდეო ესეთი აიქრობა ქონდათ ესე ვიტყვი კონფლიქტი ძირე პოლიციელებთან და რა შევამჩნიე იცით ამ პოლიციელების სახეში რა წავიკითხე აი ერთი იყო რომელსაც რაღაცა შედარებით შევატყვერო რაღაცა წუხდაშინაგანად რაღაც აი ნაკვერჩხალი რაღაცა შუტავდა მასში ჯერ კიდევ სინდისის და ის ადამიანი მისი გადარჩენა კიდე შეიძლება იმ შემთხვევაში თუ დროზე მოეგება გონს და დატოვებს ამ ყველაფერს მაგრამ თუ იქ დარჩა ის ნაკვერჩხალიც ჩაუქრება და რა ვიფიქრე იცით ამათ სახეებს რო უყურებდი რომ ის საქართველოში ვინც კი ცუდი და ბოროტი ადამიანია ესეთი შთაბეჭდილება მაგრამ ყველა პოლიციელი გახდა და ყველა ეს პოლიციელი იქ დგას რუსთაველზე რა აი საქართველოს ყველაზე უფრო როგორ ვთქვათ ცუდი საზოგადოება ყველაზე უფრო ბოროტი საზოგადოება თუ ამათ შეიძლება საზოგადოება უწოდო გაერთიანდნენ ამ ჯგუფში რასაც პოლიცია ქვია და დგანან რუსთაველზე იმდენად საერთოდ აი არანაირი აი თანაგრძნობალ მობიერება 70 წლის ქალს ბებიას რომ ესე ეკცევი და ესე მიათრევ თითქოს რაღაცა ის ყავსდეს დაჭერილი ტერორისტი ან რაღაცა კრიმინალური ავტორიტეტი ხო ეს მე არ ამგონია რომ ვინმე ნორმალურს მოწონდეს და ღმერთს ხომ მით უმეტეს არ მოწონს და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ დღეს არის ციფრული ეპოქის პერიოდი ხო ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი აღბეჭდილია კადრებზე კაი თავიანთი თავი არ ადარდებთ რომ ესეთები არიან მაგრამ მათ შვილებს მათ ოჯახის წევრებს მათ შთამომავლობას აი ამ კადრებს ხო თვალწინ დაუდებენ და ეტყვიან შენ ამისი შვილი ხარ ამაშენი ამას აკეთებდა აი რატო არ ზრუნავს თავისი გვარის თავისი ოჯახის მომავალზე და რა სახელს უტოვებს თავის ოჯახს და თავის შთამომავლობას აი ამაზე როგორ არ ფიქრობ ხო რაღაცები ხა რაღაცები თუნდაც გასულ საუკუნეში რო ხდებოდა ხო თუნდაც ის 37 წელი და ასეთი მრავალი უბედურებები რაც ხდებოდა იქ მაინც ვიღაცები პიროვნებები დამალული არ ჩანს კიდე იმიტომ რომ არ იყო ის დღეს ყველაფერი თვალწინდებს წარმოგიდგენთ პოლიციელი მეუბნება პოლიციელს არ უძალადიაო ეს სად ნახეო რომელმა პოლიციელმა იძალადაო მეუბნება იქ და ყველაზე დიდი ბოროტება რა არის იცით ხო შეიძლება ადამიანს ცოდვა დაემართოს და რაღაცაში შეცდე და ის ვინც წუხს ამ შეცდომაზე იმისი საშველი არსებობს მაგრამ როდესაც შეცდომა დაგემართება და შენ ამ შეცდომას ამართლებ იმას უკვე არაფერი არ ეშველება ეს არის ამათი პრობლემა ის მეუბნება იქ ეს პოლიციელი რომ მე სახელმწიფოს ვიცავ აი სახელმწიფოს დაცვა გონია ის რომ 71 წლის ბებია ქალს იჭერს სახელმწიფოს დაცვა გონია ის რომ იქ ჟურნალისტებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. აზად ჩილაჩავა რო გაგრაში ჩვენი ცხოვრება მარხავდა ვეცეცავდა. ხო. აი ამისი კეთება ადამიანს გონია, იმ პოლიციელს გონია სახელმწიფოს დაცვა. ნახეთ რითი ამართლე. ახლა არ ვიცი. თუ არ გონია და თავის ხო. სინდის ამისი რა არის? იცით? 20 წელსაც საკუთარ თავს ხო ვერ გაიქცევ. კი, აი სინდისის გაჩვენება უნდა რაღაცით. თუ არ შეაწუხოს. დააჯერო რომ ეს ესეა. კი. ამას ცდილობს, მაგრამ არ ამგონია, რომ ადამიანი არ არის ისეთი უგუნური და ბნელი. არ იცით, აი საერთოდ არ ეტყობოდა სახეზე აი რაღაცა სინდისის ქეჭნა. შეიძლება ადამიანმა რაღაცა ცუდი გააკეთო, მაგრამ
არის ხო რაღაცა წუხარ მაინც, მაგრამ აკეთებდა რაღაც საკუთარ თავთან კონფლიქტში ხართ. აი ეს არ ეთყობოდათ იმათ, რომ საკუთარ თავთან კონფლიქტში იყვნენ, რომ ამას აკეთებდა რა. და ერთი ის პიროვნება დანარჩენი აი ეს გამახსენდა მამაო ყვება ეხლა რომ ამბობდა აი ადამიანი როგორც არსება ხო მე ბასილიდიცა გერწმინდა მამას რომ თავიდანო ადამიანი ტკივილით შობს ცოდვას მაგრამ თუ ცოდვა დაბადაო მე ის ცოდვა უყვარდება და იმ ცოდვას ვერ შორდებაო როგორც ქალი რომელიც ფეხმძიმეა და შვილს შობს ტკივილით მაგრამ როცა დაიბადება შემდეგ ის მისი შვილია და უყვარს და მისთვის ზრუნავს და აი ადამიანი უჭირს ზოგჯერ რაღაცა პირველი ნაბიჯის გადადგმას იმაში რომ აი ვიღაცაზე იძალა და შეიძლება ეხა პირველი ტკივილი ყველას განუცდია თამათ ვინც ეს გააკეთა მაგრამ თუ ეს გააკეთე თუ ამას დათანხმდი თუ ამას გაყევი შემდეგ ის ხდები იმიტომ რომ ადამიანი ისეთი არსების არის რომ თუ სიკეთის ესე ვთქვა სიკეთის როლში ჩადექი კეთილი გახდები თუ ბოროტების როლში ჩადგები ადამიანი ბოროტი გახდები აი ექსპერიმენტი როა ეცოდინებათ ეს ამერიკაში რო ჩატარდა ფილმიც არის შემდეგ ფილმიც გადაიღეს ხო ციხის ექსპერიმენტი ხო აი ზიმბარდოს ექსპერიმენტი ხო ნათელი სახე არა ადამიანი რო ჩადგა იმ როლში მოძალადის როლში შეიძლება ეს თავიდან ნამდვილად არ იყო ისე ხო შეისის ხორცა და ამიტომ ვეტყვი რომ აი ვისაც არ გაქვს შეისის ხორცებული ნუ ჩადგებით რა ამ როლში იმიტომ რომ თქვენი შვილები თქვენი მომავალი თაობა ამ ყველაფერს ხო ნახავს ერთი მას ვიტყვი ბავშვობაში მახსოვს მამაჩემისგან მახსოვს ერთადერთი ტირილი და ეს არის როცა მაშინ პატარა ვიყავი და რაღაც ფილმი იყო გადაღებული ექვთიმე თაყაიშვილზე რაღაცა და მაშინ ტიროდა და მე რა წლები რო გავიდა მე რაღაც ჩამრჩა ეს მეთქი რა ტირებს გაც ხა კაცი ახლა ბავშვი რო ხარ მამა ყოველთვის რაღაც ისეთი არის რაღაც მაგარი და ესეც ხო ძლიერთან და რაღაცა და ესეთი მტირალი მამა რო ვნახე მე დრო რო გავიდა რაღაც იმოქმედა ჩემზე პირველ და მე რო გავიგე თურმე ექვთიმე იმაზე თაყაიშვილზე იყო ეს ფილმი და ექვთიმეზე უტირია ჩემთვის სიამაყეა ეს აი მე მამაჩემისგან ეს დამრჩა და არა მისი სიმდიდრე და არა მისი რაღაც დიდი მონაპოვარი ამ ქვეყნად ყველაზე დიდი სიმდიდრე ყველაზე დიდი რაც კია ამ ქვეყნად გამახარებს გამაბედნიერებს და რითაც ვიტყვი რომ მე მამაჩემი შვილი ვარ აი მარტო ეს მყოფნის ეს მომცამე მამაჩემმა და მითხრა რომ ამ გზით იცხოვრე ეს არის რა სწორი და მართალი რომ გიყვარდეს ექვთიმესნაირი ადამიანები და გახდა ექვთიმე ამ მან ჩემეთიც რომ ძალიან ბევრისთვის ეს ყველაფერაც წლებია უკვე მიზანმიმართულად ქართული ოცნების პროპაგანდა აკეთებს გახდა იდენტობის ნაწილი მათი იდენტობის ანუ და ეხლა ზუსტად თუნდაც პროცესები რაც მიდის მე უნდა მოუწევთ რაღაც აღიარება უბრალოდ შეიძლება ეს რაღაცა რო აღიარო მცირედიც კი მთელი ის კონსტრუქცია რაც ტვინში აქვს ამ ადამიანს ჩამოეშლება და დარჩება საკუთარი თავის წინაშე ადამიანი საბოლოო ჯამში მაინც სინდისიერია და გონიერია იცის ძალიან კარგად რა არის კარგი და ცუდი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ დავუშვათ ხართ ოცნების რიგითი მომხრე რომელმაც აი ეს ყველაფერი ეს შეიწობა რომ იქ რაღაც რუსეთი მხოლოდ სიკეთეს ჩადის უკრაინაში რომ საქართველოშიც მხოლოდ სიკეთე ჩაუდენია არავითარი გენოციდი არასად არ მომხდარა და ასე შემდეგ რომ ღარიბაშვილი დავუშვათ ყველაზე კარგი პრემიერი იყო თავდაცვის მინისტრი იყო ბურჭულაძე ისევ და ისევ უნდა ვახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი თავდაცვის მინისტრი იყო და ამ დროს უნდა აღიაროს თან რომ ბურჭულაძის პირობებში ყველაზე ლოგიკური იქნებოდა ეგეთ თავდაცვის მინისტრი უნდა მოისყიდო და თურმე ამას აძალებდნენ ომს რაღაცა და ამ ყველაფერი ტყუილის თუ დაიჯერა ადამიანმა ხო იმან რაღაც მომენტში რომ დაუშვას ეს ყველაფერი ტყუილი იყო და თავადაც ამ ტყუილის გამავრცელებელი იყო თავის სანაცაოში სამეგობროში თუ სამეზობლოში იმ კაცს როგორ უნდა დაეკარგოს წარმოდგენა საკუთარ თავზე წარმოიდგინეთ ხო ანუ ჩამოინგრევა მთელი თავისი სამყარო ენგრევა და თავის თავს უნდა უთხრა სარკეში რომ აუ რეების გჯეროდა და რეებს ამბობდი რეებს ლაპარაკობდი ანუ იმას რომ წაეშალა საკუთარი იდენტობა მაგრამ გაუძლეს ვერ უძლებს და ეგა და ამიტომ ურჩევნია აი ამაში გაჯიუტდეს და ბოლომდე თავს დააჯეროს აი ეს გაჯიუტებაც დაგანგრევს რა ეს მაინც ადამიანი მორალური ის არის მაინც ვერ გაუძლებ ამას აი სხვათა შორის ყველაზე ცუდი კაცი დედამიწის არსებობის დედამიწის ისტორიაში იყო იუდა
იუდაზეა ქრისტეს ნათქვამი სიტყვები, რომელიც არავიზე არ უთქვამს, ჯობდა ეს კაცი არ დაბადებულიყო. როგორი მძიმე სიტყვებია, ხო? და იუდამ რა გააკეთა? იუდამ აიღო ფული. ანუ პირადი რაღაც სარგებელი ნახა და მოძღვარი გაყიდა. და ბოლოს შეწუხდა მაინც. დაიტანჯა ეს 30 ვერცხლი ნახა, მივიდა მათთან. და როცა იქ მდომთავრებთან მივიდა, იმათმა უთხრეს, ჩვენთან რა გინდაო? აი იქ უკვე გაგიჟდა კაცი. წავიდა და თავი მოიკლა. აი ამის შემდეგ. ანუ იუდა თავს იკლავს, იმიტომ კი არა, რომ ქრისტე გასცა. იუდამ ქრისტე რო გასცა, მდომთავრებთან მივიდა, ანუ ვისთანაც იყო შეკრული. აი მათმაც რო ზურგი აქციეს, იქ უკვე კაცმა ვერ გაუძლო ამას და როგორ არის იცი, ვიღაცა რო რაღაცა ბოროტებას გაკეთებინებს, იცოდე რომ ის არ არის შენი მფარველი არასდროს. აი მასთან რომ მიხვალ თითქოს და რომ გეგონება რომ ის მაინც დაგიცავს, ანუ მასთან მაინც რაღაცას იპოვი. აი ის ზურგს გაქცევს და ამით მინდა მივმართო რომ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ძალადობს პოლიციას, ნებისმიერი ვინც არის რა, რომ იცოდეთ რომ არც ერთისგან არ იქნებით დაცული და არავინ არ დაგიდგებათ გვერდით და ჯერ და ეს არ უნდა გააკეთოთ, უნდა იცოდეთ, მაგრამ ვერაცდებით აი რაც მოხდა, რომ ყველამ ხო ზურგი აქცია, ვინც დანაშაულებები ჩაიდინა, აი ხა მთავრობის წარმომადგენლები, ხო, ყველა ის. აი ესე დადგება ეს დღე. იყოს ეს თუ გინდა 2 წელი, 3 წელი, 4 წელი, 5 წელიწადი, არა აქვს მნიშვნელობა, 5 წელიწადი არაფერი არ არის, ისე გავა ეს დღეები. დადგებიან იმ რეალობის წინაშე და არ ღირს ეს ყველაფერი იმადან, შეწირავთ თქვენ შვილებს და თქვენს ცხოვრებას, თუნდაც პრემიებს და თუნდაც ამათ იმედი ნუ გექნებათ. საერთოდ აი ცოდვა რომელიც დროში გრძელდება, ეს ცოდვა ადამიანს ჩვევად ექცევა და მე უკვე ეს ჩვევა დროში უკვე ადამიანის ბუნებად იქცევა. მე უკვე ეს ბუნებითაც ისეთი ხდება. ბუნებითაც არიან ადამიანები ისეთები. ბევრს არ შეაწუხებს ინდისი დამიჯერით. კვდება ადამიანის სულში. აი როგორც მკვდარი ხო მიცვალებული ხორციელად გარდაცვლილ ადამიანს. აი სხეულზე რაც არ უნდა გაუკეთო, ვერაფერს ვერ გრძნობს, ხო? რა ატკინო რაღაცა გრძნობელობა არ აქვს. ესეა სულშიც კვდება ადამიანი. ადამიანი, როდესაც სულში კვდება, მისი სინდისი მკვდარია. მისი აი რაც მას სიცოცხლეს ანიჭებს, რაც მას აღვიძებს, რაც მას ადამიანად ტოვებს, ეს ყველაფერი მასში კვდება. და ის ბოროტად რჩება ისეთი ადამიანი. და ასე რომ არიან ისეთებიც, ვისაც ეს არ შეაწუხებს. მე აი რატო არ პოლიციელებზე რო ესეთი ასე რომ ვთქვათ გაბრაზებული რომ ეს პოლიციელები არიან ის საყრდენი რაზეც დგას ესენი რო არ იყვნენ ეს ხელისუფლება ამდენი ხანი ვერ იარსებდა. ასე რომ ამად უდიდესი წვლილი მიუძღვით იმ ბოროტებაში რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება. იმ რამოდენიმე რა ვიცი ასეული პოლიციელია თუ რამდენიც არიან, იმათ უდიდესი წვლილი აქვს ამ ბოროტებაში. ისინი არიან ამათი ხელით ხდება ფაქტიურად ის ბოროტება, რასაც ქართული ოცნება იქ გადაწყვეტს და რასაც რუსეთის დავალებით ისინი აკეთებენ. ესენი არიან ის ხელები, რომლებიც ახორციელებენ იმ ჩანაფიქრებს, რაც ქართულ ოცნებას და რუსეთს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ამ ადამიანებზე ძალიან შეიძლება ითქვას აი განბრაზებული და ძალიან ცუდ რა ძალიან ეს საქართველოს ისტორიაში შევნენ როგორც ყველაზე სამარცხვინო ადამიანები თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე რა. ეხლა რაზეც საუბრობდით, უბრალოდ ეს ადამიანები გეტყვიან რამდენიმე რამეს რა. პრინციპში ამბობენ რამდენიმე რამეს. ერთ-ერთი აუცილებლად გეტყვიან, რომ თვითონ მათი საქმე ეს არის და უბრალოდ კანონებს აღასრულებენ. და იმას არ აქცევენ ყურადღებას, რომ კანონებს აბსოლუტურად ყველა იღებდა. ჰიტლერი იღებდა, რავი, სტალინი იღებდა, ყველა იღებდა კანონებს. უკანონოდ არავინ დაუხრეტიათ საბჭოთა კავშირში, რა. ორი თავთავი მარცვლის მოპარვისთვის რო იჭერდნენ და ხრედნენ ბავშვებს, იყო შესაბამისი კანონი, რა. ასევე იყო ყველა შესაბამისი კანონი ნაცისტურ გერმანიაშიც. უკანონო მან არაფერი მოხდა, რა. მაგრამ მაინც გეტყვიან ჯიუტად რომ მე კანონს ვასრულებ, რა უქნა ჩემი საქმე ეს არის. და პატარა კაცი ვარ და ნუ რასაც მავალებენ, იმას ვაკეთებ და ახლობებით
ეს კარგი გამართლება იქნებოდა ქვევრისთვის, მაგრამ ადამიანისთვის შეიძლება არ იყოს კარგი გამართლება, მაგრამ ის ასე უყურებს, რა, რომ მე რაც მევალებენ ვაკეთებ და რა კანონიცა იმას ვასრულებ, რა. მაგრამ აღარ დაგიდევენ კანონის სამართლიანობას, უსამართლობას და ასე შემდეგ. ბევრმა შეიძლება ისიც გითხრას, რომ დარწმუნებული ვარ, აქედან ძალიან ბევრი მრევლი შეიძლება არ იყოს, მაგრამ საკუთარი თავი მორწმუნე ქრისტიანად მიაჩნია. ხო, ეხლა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა მაინც ქრისტიანები ვართ. ხო, საქართველოს მოსახლეობას გულისხმობ. ხო, არის რაღაც გარკვეული წილი კათოლიკეები გვყავს, მუსლიმები გვყავს და ამ შემდეგ, მაგრამ უმრავლესობა მაინც მართლმადებელ ქრისტიანად ახდენს იდენტიფიცირებას და ამასაც გაიგებთ. ხო, დარწმუნებული ვარ და აი ამაზე რა სიტყვოდით, რა მაინც რა არის იცით, აი ადამიანი ღმერთმა თავისუფალი არსების შექმნა და ჩვენ აი არც ერთ იმაში არ წერია რომ აი რაც წამიკითხავს ახლა ბიბლიაში, ხო, ადამიანების ცხოვრებები წერია ბიბლიაში. ბიბლიაში წერია, რა თქმა უნდა, ღმერთის მოქმედება, ღმერთი ვინ არის, მაგრამ ამასთანავე წერია ის თუ ადამიანები ვინ იყვნენ ღმერთთან და ყველა ადამიანი პასუხისმგებელი იყო თავის ცხოვრებაზე. არცად არ წერია რომ ღმერთმა ამ ადამიანს ესე რომ ვთქვათ ხელი გადააფარა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა თავის გასამართლებლად თქვა ის რომ ნუ მე არ მქონდა ამის შესაძლებლობა რომ რაღაც ჩემი დამოუკიდებელნებით ვერ გადავწყვიტე. ვარ არის ესე, შენ უნდა გადაწყვიტო, შენ ხარ თავისუფალი არსება, თავისუფალი ადამიანი და პასუხისმგებელი ხარ შენს მოქმედებაზე. ყველა ადამიანი პასუხისმგებელია თავის მოქმედებაზე და ასე რომ ვერავინ ვერ დაიცავს თავის თავსაც იმით რომ აი თუნდაც ეხა დღეს რომ ვიღაც სამსახურში დგას იმის რომ დავალება მიეცა რომ უნდა იძალადოს სამსახურმა დამავალა ეს არ არის არანაირად გამართლება მაშინ უნდა ადგედა სამსახურზე უარი უნდა თქვა. ეს არის ხო ადამიანი, ეს არის ადამიანობა და თუ ესე ყველაფერს თავს დაუთმობთ და ყველაფერზე თავს დახრი, მაშინ სად ხარ შენ ადამიანი, როგორც ღირსება, როგორც თავისუფალი არსება, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება და აქედან გამომდინარე ყველა საკუთარ თავზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებელია ერის წინაშე, ღვთის წინაშე და ყველა აგებს თავისი მოქმედებაზე პასუხს. იმიტომ რომ ის ადამიანია. ღმერთმა მისცა მას თავისუფლება და მან უნდა უპასუხოს. ადამიანი არის როგორც პიროვნება და ასევე ადამიანს აქვს პროფესია. და ჯობია კარგი ადამიანი იყო და საკუთარი საქმის ცუდი მკეთებელი, ვიდრე ის რომ კარგი პროფესიონალი იყო შენი საქმის, მაგრამ ცუდი ადამიანი. თუ ორივე ერთად არის, მაგას რა ჯობია. მაგრამ არჩევანის წინაშე ჯობია რომ ადამიანობა დააირჩიო ვიდრე პროფესია. და ეხლა ამ პოლიციელებს ხო, რასაც ესენი აკეთებენ კანონი მავალებს, კანონის მორჩილი კი არ უნდა იყოს ადამიანი. ადამიანი უნდა იყოს სიმართლის მორჩილი. სიმართლეს უნდა ექვემდებარებოდეს. და როდესაც შენ სიმართლეს ექვემდებარები, მაშინ თუ კანონი არასწორს გეუბნება, იქ უკვე შენ წვეთ ადამიანად დარჩე, თუ შენი პროფესია უფრო წინ დააყენებ და პროფესიულ მოვალეობას. აი სახარებაში წერია ხო ღმერთს ღვთისა, კეისარს კეისრისა. თუ შენგან კეისარი ღმერთისას ითხოვს, მაშინ არ უნდა დაემორჩილო. თუ დაემორჩილები ქრისტიანი არ ახარ. ეს ჭირს ამ პოლიციას დღეს. ხელისუფლება მათგან ითხოვს ღვთისას და ესენი კეისრის იმას ირჩევენ და კეისრის მსახურებაში არიან და არა ღვთის. ის კანონები რომ თითქოს იმართლებენ თავს რომ მე სახელმწიფოს ვემსახურები, ეს არ არის სახელმწიფოს მსახურება. ეს არის პირადი ინტერესების მსახურება ვიღაცის. და ამიტომ ეს არანაირად არ არის მათთვის გამამართლებელი არგუმენტი. ასე რომ მე ურჩევდი რომ პიროვნული ღირსება და ადამიანობა უფრო წინ დააყენონ ვიდრე იმ უკანონო კანონის აღსრულება, რასაც ისინი სჭადიან. ეს არ არის გამართლება, ამით თავს ვერ მოიტყუებენ. ეს თვითონაც მე მგონი ესმით ბევრ მათგანს. მაგრამ ქალბატონსო იქ ხა იჭერდა თან რისთვის და თან რა საფრთხეს წარმოადგენდა აზად შლაჩავა. ხო, ხა ქვეყანაში სადაც პირბადის კეთება რო კრიმინალია და ამის გამო რომ ხა იქ როგორ შეიძლება
რო ისაუბრო ეს როგორ შეიძლება ადამიან პოლიციელისთვის ასახსნელი იყოს ეს პროფესიონალიზმი ხო შეიძლება რომელ პროფესიონალიზმში ზის ახლა ესაც საკუთარი საქმის კეთება არ არის ეს მათი საქმე ესე ვთქვათ რა პირბადის გამო ხალხის დაჭერა და 71 წლის ქალბატონის დაჭერა გზის გადაკეტვისთვის სიტყვაზე როცა უამრავი სხვა გზა შეიძლება ამოიჩიო არა და ღარიბაშვილს მილიონები უდევს უპოვეს სახელმწიფოდან მოპარული ბინაში და თავისუფლებაზეა და აზაბებოზო 2 ლარი უპოვეს ჯიბეში და პირბადის გამო ციხეში ზის ეხლა აქ სად არის აი პოლიციელმა როგორ უნდა ამიხსნას მე რომ კანონს ემორჩილება და სახელმწიფოს იცავს ხო კანონს ემორჩილება სახელმწიფოს არის ეს მაგრამ კანონის მორჩილებაც რა ეს არ არის კანონის მორჩილება კი დავარქვათ პირობითად კანონის მორჩილება მაგრამ ეს არ არის სიმართლის მორჩილება სიმართლე უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი კი ბატონო კი იმიტომ ესენი კანონს არ ემსახურებს სიმართლეს არ ემსახურებს ანუ შენ შეგიძლია როდესაც სახელმწიფო სათავეში ხარ ნებისმიერი კანონი მიიღო ეგ არის შენ კანონი იქნება სამართლიანი რა და კანონის იდეა ეგ არის კანონიერების იდეა ეგ არის კანონი უნდა იყოს სამართლიანი ანუ ჯერ კიდევ უძველესი კოდექსი არის ხამურაპის კოდექსი ძველი ბაბილონის უძველესი კოდექსი რაც არის ეს ხამურაპის კოდექსიც კი მაინც ეყრდნობოდა სამართლიანობას თუ კანონი არ ეყრდნობა სამართლიანობას ის კანონი უკანონოა რა ფორმალურად შეიძლება გამოსცე არა პრობლემა მაგრამ დანარჩენი თავარს თავის შინაგან იმას კარგავს რა სიძლიერეს ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის მადლობა თქვენ გაიმარჯვებს საქართველო ამინი ჩვენ სხვა ხალხი ვართ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ეთერში იყო გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე გვისმინეთ გამოგვყევით YouTube-ზე Facebook-ზე TikTok-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში მადლობა